აი განაცებას დააყენეს რა. ეს გაიგოთ გაუკეთებიათ. მომდის მერია. რა უკრათ ახლა ბაზარი არ არის. ასე საკეთებენ. იმას ვერ უარყოფს და ვერ დაუკარგავთ რა. ზომარია რომ კარგად გააკეთო. და უკეთესი იქნება. ტარიფებსაც თუ დაუწევთ, ხელფასებს თუ მოუმატებთ, პროდუქტებზე ფასებსაც თუ დაუწევთ, ხალხს თუ გაახალისებთ. და ასე შემდეგ რა. ეს კვერები, ეს ყველაფერი ძალიან კარგია. მაგრამ ხალხზეც უნდა ვიზრუნოთ. სწორედ არ შეიძლება. აქ ადამიანს შემოვა ხალისი მოემატება, ხო? დადგება კაი ხასიათი დაждდება და ისვენებს ეს ლამაზად გაკეთებული რა, ხო? ახლა წარმოიდგინეთ ადამიანი მუშაობს, დღით და ღამე, გადამულად და რაღაც გროშებს უხდით. ცოტა უნდა გაახალისოთ, ხელფასი უნდა მოუმატოთ. მაგრამ მუღამში რომ მოვიდეს ადამიანი ცხოვრება რომ გაუხარდეს და გაუხალისდეს. რატომ უნდა გვაჭმან მაგალითად გინდა ევროპამ, გინდა ამერიკამ, რა მშობა? არაფერს არ დუბნის არც ევროპელი და არც ამერიკელი ქართველს. ქართველი ძალიან განათლებული, დაფასებული და ძალიან კულტურული ერი ვართ. ასე რომ შეგვიძლია ჩვენი საქართველოს ერით ვიამაყოთ. და ეს უნდა გაგრძელდეს. თავარი ეხლა აი ეს ყველაფერი შენარჩუნდეს, ესეც არ გააფუჭონ. და უკეთესი მომავლისკენ ვიფიქროთ და უკეთესად ვაკეთოთ ყველაფერი აი ესე ლამაზად და შვენივრად. მეც ახლა ესე ლამაზად დავუჯდები. რომელი საათია? 4 იწყება მე მგონი. აი ეს უფრო წყნარად ჩავწერე ვიდეო რა. ასე რომ რას თქვი გაითვალისწინეთ და ყველაფერი იქნება კარგად. ეს ყველაფერი კაია რო ვაკეთებთ. სკვერები, გამწვანება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ხალხზეც უნდა ვიფიქროთ რა. ცოტა ცხოვრება უნდა გაუხალისოთ. ძალიან დაგროზულები არიან რა ხალხი. ძალიან ამ გრუშებზე მუშაობენ ხალხი მონებად აქციეს ქართველები და ვიღაც უცხოელები ჩამოდიან და გულაობენ. ხო და უკვირდით და ევროპაში მაგალითად უცხოელს. აი ევროპელი და ქართველი ერთად გას რომ მუშაობს, ევროპას აქვს 5000 ევრო, ქართველს 1000. რატომ უნდა იყოს ეგრე? აქ პირიქით არის. აქ გულაობენ უცხოელები, ქართველები რაღაც გრუშებზე მუშაობენ. არ არის სწორი პოლიტიკა ეს რა. თუმცა დაუკვირდეთ რა ყველაფერს. ეს ინფრასტრუქტურა უკეთდება, რისთვის კეთდება? უცხოელებისთვის, ამდენი კორპუსები რო შენდება, რისთვის კეთდება? ქართულს და აქვს მაგის საშუალება, ამდენი სახლი იყიდოს. რუსებისთვის აშენებთ, რომ შემოასახლოთ და გააიხსო რუსები და უკრაინები საკაურები. ვარშვის დღე გამოსვლა არ მინდა, იმიტომ რომ რაღაც ჩარში არ გავეხვი. უკვე ეს რაღაც გლადებით ეყურებიან. ასე რომ მე ყველაფერს ხვდები, ყველაფერი ვიცმენ ახლა. ბაზარი არ არის რა, თქვათ სიმართლე რა, ფული გიყვართ რა, მაგრამ ქართული ხალხი ნაკლებად რა. დააფასეთ ჯერ ქართული ხალხი. და მე დაგაფასებენ თქვენ. ყველაზე ნაკლი იქნება ეგრე რომ მოიქცეთ. ამიჯერით და აღარ იქნება მე ეს ჰაი-ჰოები და ასე შემდეგ. დავინახეს ხალხმა რა, უსამართლობა დაინახეს და მოითმინეს და ბოლოს გამოვიდა ხელში ეს ყველაფერი. მე აი ქართულს ძალიან ბევრი ხანგრძლივი მოთმინების უნარი გააჩნია, მაგრამ თუ ამოვიდა ვეღარ გააჩერეთ. შანსი არ არის. გაახალისეთ ქართული ერი, მოუმატეთ ხელფასებს, პრემიები დაუნიშნეთ, აი ვინც მუშაობს, ვინც წვალობს, დაუფასეთ რა. არ უფასებთ. დაუფასოთ ეს ყველაფერი, თუ 10% გულაობს ეს კამებზე წამოჯდები და მილიარდებს იტყვით. ვინ გიხდით მე, ჩვენ გიხდით და
ეს ვერ შეიძლება მონარქიული წყობილება ჩამოაყალიბეთ თუ რა ხდება? თუ მაგალითად რა შეგიძლია მართლა წადი რა დაუთმე რა ხავს. ზანადულია. გამოყურების ამბავია რა, სინდისის ამბავია. თუნდაც ფული ნუ დაგაბრმავებთ რა. იმიტომ რომ მე სანანებელი გაგიხდება დამიჯერეთ რა. იქ გაზევით, თუ ქვევით, თუ მე რა ხდება, ამას ვერავინ ვერ დამემტკიცებს მე. ადამიანის გარდაცვალების მე რა ხდება? ზუსტად ახლა აი ამ ბუჩქს რო აი ეს ვიცი რომ ნამდვილად არსებობს. სადაც ყველაფრის მჯერა, ყველაფრის, მაგრამ ზუსტად ვერავინ დამემტკიცებს იქ რა ხდება, ხო? მაგრამ ხო, ავიღოთ, ხო, ღმერთი არსებობს, ყველაფერი. ღმერთა რო ახლოს, მაგალითად, ვინ თუ გწამთ რა. პასუხს რა საქმე, რომ აი ფული მევასებოდა და გულავი და ხალხი დავიკიდეო? ან შეიძლება იგივე. იმაზე აღარ ვლაპარაკობ ეხლა რა აქციებზე, რას აქციებლებსაც ჩადიხარ თქვენ. ვერ გავდივარ შეგანებულად. თუ გავა, დიდი ხანჯალი რომ აქ იმითი. თქვენ გაგატეხინებ თავს, რომ მეც საქმე არ მაქვს. ეხლა რაც ხდება, ამაზე ბუზური სიტუაცია საქართველოში არ ხდებოდა, არ მომხდა რომ მე არ მახსოვს რა. ქართველები ესევით ერთ ქართველს 10 და 20 კაცი და მე მოდიხარ და ქურდულზე და კაი ბიჭებზე მელაპარაკებით ბიჭო. მომენტ ახლა გინება და ისე, მას აგინებლები ხარ. სასტიკი სამართლიანობის მოყვარული პიროვნება ვარ მე. არ ჩავრეულა რა მაქსიმუმში და არ ჩავერე. რო არ იწევია ომი და ეგეთ რაღაც, ეგ ხო ბაზარია. რო არ იწევია უკრაინაში რაც მოხდა. უკრაინას დიდი ხანი იმიტომ მოუნდნე რომ დასავლეთი ეხმარება და თვითონ უკრაინელები 50 მილიონია. რუსეთს 70. ჩვენ რამდენი ვართ? 2 მილიონიც არ დაურჩით. ემიგრაციაში რამდენი მილიონია წასული. იცი რას გეტყვით? ეგრეა რა, დაანებეთ ხოცები და ნაცებს თავი რა. ერთის და მეორესაც რა. ხელისუფლების რომ მოდიხარ, თავში ნუ გივარდებათ. ეს ხალხი გაცხოვრებ თქვენ, ეს ხალხი გიხდით და დააფასეთ ეს ადამიანები, ვინც მუშაობს, ქართველები დააფასეთ, რომ შემოყარებ მთელი უცხოელები. რო აგულავთ, ქართველები დააფასეთ ჯერ რა. და ყველაფერი აიწყება ნელა კარგად და მშვიდად. ევროპამ და ამერიკამ იქეთ უნდა მოუბაძოს ჩვენ. ეგრეა. ქართველები ვარ ძალიან დასაფასებელი ხალხი. ძალიან ჭკვიანი, ძალიან მაღალი კულტურის და ისტორიის მქონე ერი და პატრიოტიზმით ჩვენ თავს ჩვენ თვითონ და სხვა მოუბაძოთ ჩვენ. ესე ჯობია. ევროპა და ამერიკა არაფერს გაის არ მოგვიტანს და არც მაგალითად რუსეთი რა. ჩვენ თავის პატრონები ვარ ჩვენ თვითონ. ჩვენ მივხედოთ ჩვენ თავს. და კიდევ როგორ განვითარდება სიტუაცია, ეგეც საკითხავია. მოგეთ კიდევ მეორე, სკვერები და ეს ყველაფერი კარგია, მოგესწრება. მაგრამ ქართველები ჯერ ხალხი დააფასეთ რა. მთავრობის გასაგონად ვიძახ, მთავრობის წევრების გასაგონად ვიძახ. ხალხის დაფასება ისწავლეთ და ყველაფერი კარგად იქნება. ეს სკვერი უბრალოდ მამაზად გაკეთდა რა. ესეც ეს ყველაფერი ძალიან კარგი. ესე გავაგზავნოთ უკეთესი იქნება სხვა ამბებშიც.